ბოლო დღეებში გახშირებული ოჯახური ძალადობის შემთხვევები პოლიტიკური განცხადებების მიზეზი გახდა. ოპოზიცია მმართველი გუნდის ზოგიერთ წარმომადგენელს ძალადობის პროვოცირებაში ადანაშაულებს. მათ მაგალითად კონკრეტული განცხადებები მოაქვთ. მთავრობისგან ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს მესამე სექტორიც. ლევან ჩუგოშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. ლევან, კონკრეტულად რას ითხოვენ და რა პოზიცია აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს? სექტორის პოზიცია ერთიანია. სამართალდამცავების რეაგირება ოჯახურ ძალადობაზე ადეკვატური არ არის. მესამე სექტორში ამტკიცებენ, რომ გარდა არასათანადო რეაგირებისა, ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავები თავადაც ხდებიან დამნაშავეები, ვინაიდან მათი უმოქმედობა რიგ შემთხვევებში მორიგი დანაშაულის ჩადენის მიზეზიც კი ხდება. ახალგაზრდა იურისტები ოჯახში ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე საჩივარს ამზადებენ, რომელიც რამდენიმე თვეში სტრასბურგში გადაიგზავნება. არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციის გადახდას მოითხოვს იმ ოჯახებისთვის, სადაც ადამიანები იღუპებიან. მესამე სექტორში ამბობენ, რომ სამართალდამცავების არასათანადო რეაგირება ძალადობაზე უკვე სისტემურ ხასიათს იღებს. რეაგირება აბსოლუტურად შეუსაბამოა, რასაც ადასტურებს ის შედეგები, თითქმის ჩვენი ინფორმაციით 20-მდე ქალია მოკლული მიმდინარე წლის განმავლობაში. ქალი, როდესაც ახერხებს და მიდის სამართალდამცავ უწყებამდე, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, აბსოლუტურად ყველაფერი, რომ აიცილონ თავიდან ესეთი ფატალური შედეგები. ამას დღეს სამწუხაროდ სისტემა ვერ ახერხებს. ჩვენ არაერთ შემთხვევაში ვხედავთ იმას, რომ სამართალდამცავების რეაგირება არ არის ადეკვატური. რიგ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ მე იმას, რომ მიკვეთებოდეს რიგ შემთხვევაში პოლიციელთა უმოქმედობაში დანაშაულის ნიშნებიც, იმიტომ რომ სისხლის სამართლის კოდექსი ამბობს, რომ სამსახურებრივი გულგრილობა ხო ის დანაშაულია. თუ პოლიციელმა იცის, რომ ხდება დანაშაული, ან შეიძლება მოხდეს დანაშაული, ასეთი ინფორმაცია მას უდევს და ამის აღსაკვეთად ან რეაგირების სათანადოდ მოსახდენად არაფერს არ აკეთებს, ეს შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. ოჯახური ძალადობის შემთხვევები ისევ ურთიერთბრალდებების მთავარი მიზეზი ხდება. ოპოზიცია მმართველ გუნდს არაადეკვატური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს, რაც მათი თქმით შესაძლოა დანაშაულის პროვოცირების მიზეზიც კი გახდეს. თავისუფლი ოპონენტების განცხადებებს არასერიოზულად აფასებს ოცნების გუნდი. ნაციონალური მოძრაობის საპასუხო განცხადება დღეს ეკაბესელიამ გააკეთა, რომელიც გუშინ თავად გახდა კრიტიკის ობიექტი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც განაცხადა, რომ ყველა შემთხვევას თავისი მიზეზობრივი კავშირი აქვს. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი ეკაბესელია, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ გამოუცხადოს სრული და უპირობო სოლიდარობა მსხვერპლ ქალებს ასეთი ძალადობის, ის გვარიგებს, რომ არსებობს ყველა მკვლელობას აქვს გარკვეული მიზეზი განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ოჯახურ ძალადობას. არასერიოზული მგონია საერთოდ, როდესაც ოპონენტები საუბრობენ, რომ ამის აპროვოცირებელი შეიძლება იყოს ხელისუფლების განცხადება. ხელისუფლებას აქვს ზაობა, რომ მაქსიმალურად გაკეთდეს ყველაფერი. ყველა არსებული სტრუქტურა იყოს ჩართული მასში, რომ ძალადობის ნებისმიერი ფაქტი იყოს აღკვეთილი. ამ განცხადებების ფონზე არსებობს საკმაოდ მძიმე სტატისტიკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ოჯახური ძალადობის საქმეებში ძირითადად მამაკაცები ფიგურირებენ. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, ბოლო 7 წლის განმავლობაში ძალადობა 1014-მა მამაკაცმა და 82-მა ქალმა ჩაიდინა. მხოლოდ 2014 წელს ოჯახურ ძალადობას 20 ქალის სიცოცხლე შეეწირა. აქედან ბოლო შემთხვევა გუშინ ილიას უნივერსიტეტში მოხდა. დღეს ამ თემაზე ჩვენ მთავრობის წევრების კომენტარების მოსმენაც მოვისურვეთ, თუმცა მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღეს ამ თემაზე კომენტარები